საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა გმობს საქართველოს მთავრობის ავტორიტარულ სვლას, ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას და მშვიდობიანი მომიტინგების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციულ გამოყენებას. ამის შესახებ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციაში ანათქვამი. რეზოლუცია საფრანგეთის მთავრობას მოუწოდებს, რომ ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით მხარი დაუჭიროს ევროპარლამენტის 2025 წლის 13 თებერვლის რეზოლუციაში აღნიშნული პირების, კერძოდ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ახლო გარემოცვის წინააღმდეგ მიზნობრივი ინდივიდუალური სანქციების დაწესებას. რეზოლუცია ასევე მოუწოდებს საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შეისწავლოს ბიძინა ივანიშვილისთვის საპატიო ლეგიონის ორდენის მინიჭების პირობები და განიხილოს ამ ჯილდოს ჩამორთმევის საკითხი. მისი მოქმედებების გათვალისწინებით, რომლებიც ეწინააღმდეგება რესპუბლიკის მიერ აღიარებულ ღირებულებებს. ასევე ასამბლეა მოუწოდებს საფრანგეთის მთავრობას მოითხოვოს ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლება, მათ შორის ოპოზიციის ლიდერებისა და იმ ახალგაზრდა მშვიდობიანი დემონსტრანტების, რომლებიც დაკავებული არიან თავიანთი დემოკრატიული აქტივობის გამო. რეზოლუცია გმობს საქართველოს მთავრობის ავტორიტარულ სვლას, ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციულ გამოყენებას. გამოხატავს ღრმა შეშფოთებას 2025 წლის 1 დეკემბერს ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელშიც ნათქვამია, რომ 2024 წლის შემოდგომაზე მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ქართველი სამართალდამცავი ორგანოები სავარაუდოდ ბრომბენზილ ციანიდს იყენებდნენ. მოუწოდებს ევროპულ ინსტიტუტებს შეინარჩუნონ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება მანამ, სანამ არ მოხდება პოლიტიკური კრიტერიუმების შესრულება. კერძოდ პოლიტიკური პლურალიზმის პატივისცემა და ფუნდამენტური უფლებების, როგორიცაა გამოხატვის უფლებები, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დაცვა და თავისუფალი, სამართლიანი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. მოუწოდებს საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას აქტიურად დაუჭიროს მხარი საქართველოში დემოკრატიულ აქტორებს, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ მედიას და აკადემიურ დაწესებულებებს. მოუწოდებს საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას საჯარო დაგმოს უცხოური ჩარევა, განსაკუთრებით რუსეთის რეჟიმის გავლენა საქართველოს პოლიტიკურ ინსტიტუტებსა და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე. ასამბლეამ რეზოლუციას 68-ით 28 წინააღმდეგ დაამტკიცა. რეზოლუციის ინიციატორი იყო საპარლამენტო ჯგუფი ერთად რესპუბლიკისთვის. დოკუმენტს ამ პარტიის 34 წევრმა დაუჭირა მხარი. მას შეუერთდნენ სოციალისტები, რესპუბლიკელი მემარჯვენეები, ეკოლოგები და დემოკრატები. რეზოლუციის წინააღმდეგ ხმამისცენ მარიან ლეპენის ეროვნული გაერთიანების 13 დეპუტატმა, ასევე მემარცხენე კოალიცია ახალი სახალხო ფრონტის 10 დეპუტატმა. სანამ დოკუმენტს დაამტკიცებდნენ, მანამდე საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა. ეს რეზოლუციის პროექტი არ წარმოადგენს ჩარევას, არამედ ეს არის სოლიდარობის აქტი. შეგვახსენებს, რომ საქართველოს ბედი ევროპული ოჯახის ბედისგან განუყოფელია. ჩვენ დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს, როგორ შორდება ამჟამინდელი მთავრობა კოპენჰაგენის კრიტერიუმებსა და ევროკომისიის რეკომენდაციებს. კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საბედისწერო ნაბიჯია. ის ქმნის დაშინების გარემოს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, უფლებადამცველებისთვის და ყველასთვის, ვინც საერთაშორისო მხარდაჭერას იღებს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების პოპულარიზაციისთვის. ამ რეზოლუციით საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა კაცრად გმობს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას. მეორე, მოითხოვს ამ რუსული ინსპირაციის კანონის უპირობო გაწვევას. მესამე, გამოხატავს ნებას, რომ საფრანგეთმა და ევროკავშირმა მიიღონ კონკრეტული ზომები, მათ შორის მიზანმიმართული სანქციები, თუ ავტორიტარული გადახრა გაგრძელდება. ჩვენ არ შეგვიძლია დაუშვათ, რომ საქართველო იქცეს რუხზონად. ქართველი ხალხის სიმამაცე იმსახურებს ჩვენს სრულ მხარდაჭერას. ისევ როგორც სხვა იმპერიები, მაგალითად სპარსეთის, არაბეთის თუ ოსმალეთის, რუსეთი მუდამ ესწრაფოდა კავკასიის დამორჩილებას, რადგან ვინც ფლობს თბილისს, ის აკონტროლებს კავკასიასაც. ეს პრინციპი, რომელიც რუსეთის იმპერიული წარსულიდან გადმოყვა ისტორიას, დღეს იმაზე აქტუალურია ვიდრე ოდესმე, რადგან ის რაც ახლა საქართველოში სასწორზე დევს, ამ ქვეყნის ფარგლებს ცდება. ეს არა მხოლოდ მთელი კავკასიის დემოკრატიულ პერსპექტივას ეხება, არამედ ევროპის უნარს დაიცვას საკუთარი სამეზობლო. საქართველოს ევროპულ ბედზე დიდ გავლენას ახდენს ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების გადამეტება, რაც სულ უფრო მეტად უკავშირდება კრემლის ინტერესებს. 2024 წლის არჩევნები ფართო მასშტაბიანად გაყალბდა. მისი შედეგები კი ევროკავშირმა არ აღიარა. ქვეყანაში ხშირდება თავდასხმები კანონის უზენაესობაზე, რეპრესიები ოპოზიციის მიმართ და ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე. სამართალი პოლიტიკური ნიშნით გამოიყენება. სამოქალაქო სივრცე კი მცირდება. რუსული გავლენა ამით არ შემოიფარგლება. მთავარი პრობლემა თბილისსა და მოსკოვს შორის არსებული კავშირებია. როცა საქართველო ნელ-ნელა იქცევა რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის პლატფორმად, დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები გახდნენ საქართველოს დემოკრატიული ბრძოლის სიმბოლოები. პროპაგანდა, ინსტიტუტების მიტაცება, საარჩევნო მანიპულაციები და საზოგადოების პოლარიზაცია. ეს არის ის ჰიბრიდული სტრატეგია, რომელსაც რუსეთი იყენებს და რასაც ხედავთ ევროპის სხვა ნაწილებშიც, კერძოდ მოლდოვასა და რუმინეთში. ევროპა ვერ დარჩება მხოლოდ მაყურებლის როლში. მან უნდა განაგრძოს ქართველი ხალხისთვის ევროპული პერსპექტივის მიწოდება. არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში ქართველი ხალხი და მათი ხელისუფლების შეცდომები. ჩვენი პასუხისმგებლობა მტკიცედ დავგმოთ მომართველობის არალიბერალური ნაბიჯები და მკაფიოდ
დაუჭიროთ მხარი საქართველოს ევროპულ მომავალს. ეს არის ავტორიტარული მოდელი, რომელიც ევროპულ დემოკრატიასთან შეუთავსებელია. ქართველი ხალხი, რომელიც დღეს ქუჩაში დგას ევროკავშირის დროშებით, გვეუბნება, რომ მათი ადგილი ჩვენთანაა ევროპულ ოჯახში. საქართველოს ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, მათ შორის კანდიდატის სტატუსი, არ არის გარანტირებული მოცემულობა. ის ეფუძნება რეფორმებსა და დემოკრატიულ პრინციპებს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას პატივისცეს საკუთარი მოქალაქეების ნებას და უარი თქვას ამ რეპრესიულ კანონზე. დაუბრუნდეს იმ რეფორმების დღის წესრიგს, რომელიც ქვეყანას ევროპაში მიიყვანს. საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ რეზოლუციის განხილვას ესწრებოდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.